ირაკლი კობახიძემ საინტერესო ფრაზა თქვა, გახარია პარლამენტში შემოსვლითო, გახარიაო, თავი გადაირჩინა ამ პარტიამო, თორე მაგათაც ავკრძალავდითო. გახარიას გუნდმა შვებით ამოისუნთქა ბეწვზე ვართ გაქოცებულებიო, თორე გვაუქმებდნენ საერთოდ ეს ნაძირლებიო. გახარიას გუნდი პარლამენტში შევიდა მშვენივრად და ლამაზად, კაბინეტებიც მისცეს. ნუ ერთი სიტყვით კარგად არიან, დავაბინავეთ. ესე კოხტად დაბინავდნენ და კარგად არიან. ეხლა გარე წოწიალს ეხლა ესე არ ჯობია, იცი მაინც სად არიან ადამიანები, ხო? გახარიას პარტიის დეპუტატმა პარლამენტში კითხვები დასვეს კორუფციასა და ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რაზეც ძალიან საინტერესო რეპლიკა თქვა დეპუტატმა შარმანაშვილმა. ნახოთ რა თქვა, ძალიან უცნაურია. თითქოს ეს ადამიანი მხოლოდ ჩვენ აღმოვაჩინეთ. გახარიამ არ შეარჩია ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად? ანუ ღარიბაშვილის მოყვანას ტენიან გახარიას. თითქოს გახარიამ დანიშნა თავდაცვის მინისტრად და ზოგადად ღარიბაშვილი თავიდან გახარიასთან მუშაობდა, ბორჯომები დაქონდა. მერე გახდა გახარიაშვილის პროდიუსერი და ასე გაიკაჭა ნელ-ნელა. ის იყო კიდე მაგარი გახარია რო ამბობდა რაც გინდა ის დაუძახეთო. აი რამხელა დონის უტიფრობაა ძვირფასო მეგობრებო გახარიას ტენიდე ღარიბაშვილს. წარმოგიდგენ რამხელა დონის უტიფრობა. ზოგადად ქოცებს შუბლის ზარღვი კი არა, მე მგონი საერთოდ შუბლი არა აქვთ ძვირფასო მეგობრებო და წარბების ზემოთ რაღაცა კარდონი აქვთ ჩადებული. ყველა შეფერი შეიძლება გახარიას შეეტანო, მაგრამ ღარიბაშვილი რანაირად? ჯერ მარტო 6 მილიონი მადლობა აქვს ბიძინასთვის გადახდილი, ეს მარტო რაც მე დავითვალე ჩემით. და გახარია თურმე გახარიას მოყვანილი არის ღარიბაშვილი. რა ვიცი, აი რაღაცა ესეთი მოკლე მეხსიერება ადამიანებს არ ამგონია ესეთი მოკლეც გქონდეთ, უფრო რა ვიცი. არ ვიცი, გაუგდებული ვარ. კიდე კარგი ჯერჯერობით ბიძინას არ დაპირისპირებიან, თორე ნახეთ მე რა სიტყოდნენ სააკაშვილო როგორ შემოგვტენა ეს ვითომ ქველმოქმედი ბიძინაო, ამასაც იტყვიან რა პრობლემა.